მოგესალმებით მეგობრებო, ვრაპსტარიდან დღეს ყავს ეს ულამაზესი სუპრა, რომელიც უკვე ყავდა და უკვე ერთხელ გავალამაზეთ და ახლა ისე უნდა გავალამაზოთ და ბევრად უფრო აგრესიული უნდა გავხადოთ ეს ცნობილი სუპრა, ეს სუპრა. ახლა გაგიკვირდებათ და ამ მანქანაზე გვიყენია აი ეს G series BMW საჭე, ასევე დისკი კალპაკებით ეგეთები გვიყენია, რადგან ამის მე პატრონი არის რეალურად სულით BMW-შნიკი და BMW ყავს. ნუ სალონში რას ვაკეთებთ, მაგასაც გაჩვენებთ. გაკეთდება აი აქ MBNC, აი აქ იქით აბიუკაზე და აი ამ ბარის ამ ნაწილზე გაკეთდება კიდე. ნუ ამ მანქანას რეალურად არაფერი არა აქვს განათება. ეს ისე თუ ასე მოსაწყენი არის, იმიტომ რომ ესეთ მანქანას ჩემი აზრით პატარა მაინც განათება უნდა გქონდეს, მაგრამ რადგან არა აქვს, ჩვენ ამას დავამატებთ. ეგეც ძალიან ლამაზი და განსხვავებული იქნება. ამ მანქანაზე ადრე გავაკეთეთ PPF დამცავი ფირის სტეკის, კაპოტზე, ფარებზე, ბამპერზე, ასევე დიფუზორზე და დავიცავით ამ მანქანის ცხვირი, ასევე გავაკეთეთ აი ეს ულამაზესი კარბონის 7D ფირი. ამასაც მოყვება 5 წლიანი გარანტია და რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი არის მომხმარებელი. და ახლა რას ვაკეთებთ? უნდა გავაკეთოთ აი უფრო სპორტული რო გავხადოთ ეს ავტომობილი, აი ამ დეტალზე უნდა გადავაკრათ შავი პრიალა აი აქამდე, ასევე ამაზე უნდა გადაეკვრას შავი პრიალა, ასევე უკან ამრეკლებზე ფარის რაღაც ნაწილზე უნდა გაკეთდეს შავი პრიალა და კიდე პატარა აი წვრილმანი შავი პრიალა დეტალები უნდა დავუმატოთ ამ მანქანას და ჩემი აზრით ძალიან ლამაზი და აგრესიული იქნება. რა თქმა უნდა, კიდე გეუბნებით, დაწერეთ კომენტარებში, მოგეწონებათ თუ არა ეს ჩვენი ახალი დიზაინი. ახლა დავიწყოთ და პროცესის გადავიღოთ. ფირის ამბავი უკვე სრულდება, კი არა და უკვე დასრულდა. ამ კარებზე გადავაკარით შავი პრიალა, ასევე ამ სტოიკაზე გადავაკარით. ეხლა არ გეგონოთ რომ მიყრილი-მოყრილი გვაქვს ხაურობა, საქმე კეთდება და მაგიტო გვაქვს აი ეს. აბა ვნახოთ რა ხდება, ეს ნიკუშა ფირი გადააკრა. იმედი არაძრება მალევე ნიკა, ჰარასი. ეს ჩვენი გიომურავა. მიდი აბა გველაპარაკე ხა ეურის რა საკეთებ როგორ აკეთებ. რას ვაკეთებ და ამ ჩვენ ულამაზეს სუპრაზე ვაკეთებ სალონის განათებას ეგრეთ წოდებულ MBNs და ძალიან უხდება და მოუხდება ესე ვფიქრობ და დასრულებუსაც შემოგთავაზებთ. მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა დავასრულეთ ჩვენი Supra MK5. ჩემი აზრით აი ძალიან ლამაზი გამოვიდა, აი უმაგრესი გამოვიდა და ერთადერთი გამოვიდა ეს Supra საქართველოში და ერთადერთი ძვირადღირებული რა თქმა უნდა. მოდით ახლა დაგათვალიერებინოთ რა გაკეთდა ამ მანქანაზე. რა თქმა უნდა მე MBS-ის ვერ აგიხსნით ყველაფერს, მაგრამ აგენ პროფესიონალი გიორგი აგიხსნით ყველაფერს. მანამდე მოდით აბა ფირი დავათვალიეროთ და მე რო უკვე გიორგი აგიხსნით ყველაფერს. პირველ რიგში გავაკეთეთ აი ეს ულამაზესი სტოიკის ნაწილი და ნახეთ როგორი სწორი და როგორი ლამაზი გამოვიდა. ასევე გავაკეთეთ აი ნახეთ ეს კარის ნაწილები, ამაზეც გადავაკარით შავი პრიალა. მე საქართველოში არ მინახია ეს
ესე რომ გააკეთონ ზოგადად, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა გავაკეთეთ. ასევე გავაკეთეთ აი ამ ფარის ზედა მხარეებზე შავი პრიალაფირი, რადგან გვინდოდა აი უფრო გამოკვეთილი და უფრო ლამაზი ყოფილიყო ეს ფარი და ასევე გავაკეთეთ აი ამ ამრეკლებზე შავი პრიალაფირი, რომ ზოგადად მე ამრეკლების და ეხლა დავუსვათ გიოს კითხვები, ყველაზე რთული რა იყო და რა გავაკეთეთ და როგორ გავაკეთეთ და ნუ ყველაზე მთავარი რაც არის, რატომ ვართ განსაკუთრებულები ჩვენ და რატო არა სხვები. იმიტომ ვართ განსაკუთრებულები, რომ მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ MBNS-ების სუპრაზე საქართველოში და ერთადერთი სუპრა იქნება MBNS-ებით ეს. შენი აზრით რა სირთულე ქონდა აი ამ MBNS-ის გაკეთება სუპრაზე? ძალიან რთული იყო და გეტყვით რატო რა ეს მანქანა არ გამოდის MBNS-ები ზოგადად რა. და ამ მანქანაზე ეგრევე MBNS-ები ესე მიაყენე არ არის რა. ცალკეული მცველი აქვს, ცალკეული გაყვანილობა და ასე ვთქვათ, ნავაროტკად დავამატეთ MBNS-ი რა. როგორც ქართულად ისეთი იქნება და არის და გაჩენ თქვენში აფასეთ. ნუ საბოლოო ჯამში ახლა დასრულებულ კადრებსაც ლამაზად გადავიღებთ, ყველაფერს ჩავსვათ, დავაედიტებთ, მაგასაც ნახავთ და ნუ რაც მნიშვნელოვანი და მთავარი არის, ჩემი აზრით ძალიან მოუხდა ეს ყველაფერი.